მოგესალმებით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი მოვლენები არის ცაზე და მინდა რომ ნელა გავყვეთ რა ასპექტები იკვრება ეხლა, რა ხდება ეხლა ზევით, ცაში და როგორ მოახდენს ეს ჩვენზე გავლენას. საერთოდ როცა ძალიან ისეთი დატვირთული პერიოდი არის ხოლმე ცაზე, ცოტა რთულ თვეს ვეძახით, ან აქტიურ თვეს ვეძახით, მაგრამ ეხლა ისეთი რაღაცეები მოხდა, რომელიც ცვლის ძალიან ბევრ ამას. უკვე მსოფლიო დონეზე და არა მარტო ინდივიდების დონეზე. უბრალოდ მთავარი ცენტრი ჩემ ფოკუსში არის 25-30 აპრილი, აი რო გავყვეთ ბოლომდე ხომ, აი ამ პერიოდს, ეს პერიოდი ადრეს მქონდა ვიდეო ჩაწერილი, ცოტა რთული გვექნება. როგორც ინდივიდებს, ასევე ქვეყნისთვისაც ცოტა რთული შეიძლება იყოს და რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი? ჩვენს პირად პლანეტებთანაც არის ეს ჩართული ეს ტრანზიტული რუკა და ქვეყანაც უნდა იყოს ცოტა ისეთ გარდამტეხ ფაზაში, ესე რომ ვთქვათ. და როგორ არის ეს ტრანზიტები, როგორ ხდება მართლა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს ნეგატიური ასპექტები საერთოდ მოასწავებს ხოლმე რაღაც თუ მნიშვნელოვანი გაკეთდა. რაღაც მნიშვნელოვანი თუ ჩაირთო, ეს იქნება საკმაოდ ნეგატიური, საკმაოდ რთული მომავალში, მაგალითად, რომ გამოვლინდება, ხო, რაღაცნაირად აი კვანძი რო შეიკვრება და მე აქვს ამას რაღაც ისეთი რთული შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, ადრე ვთქვი, რომ ამერიკის არჩევნები იმდენად რთულ ტრანზიტზე მოხდა, რომ ეს უკვე მოასწავლებდა იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. აი სტრუქტურა, სახელმწიფო სტრუქტურებს შეექმნებათ განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა. აი აქედან შეიძლება კარგად ჩანდეს ყველაფერი, ზოგს ეგონოს რომ ყველაფერი კარგად მიდის. აი ასტროლოგია მე ამიტომ მიყვარს, რომ იქ ჩვენი ილუზიის მიღმა ის აჩვენებს რეალურ საგნებს, რეალურ მოვლენებს და საცხოვრები რა არის, ისეთი ის რა არის, ცოტა ილუზია, ხო, განსაკუთრებით ილუზიის მართველი პლანეტა, ეხლა ნეპტუნი. გადავიდა უკვე ვერძის ზოდიაქოში და აქ რაღაც სერიოზული ილუზიების მსხრევად გამოვა. ნეპტუნი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის აი აბსოლუტური ბურუსი. ნათელი კარგი ენერგია მას აქვს, ის რომ ნეპტუნის ზონაში ჩვენ ვოცნებობთ, გვაქვს ღირებულებები, გვაქვს რელიგიური რაღაც ისეთი მისწრაფებები, გვაქვს ოცნებები, რომელიც გადადის ფანტაზიებში. შემოქმედებით სფეროს ნეპტუნი მართავს ჩვენთან, ხომ? აი ისეთი აი რომ გავცურავთ სხვაში. ოცნებების სხვაში ეს ნეპტუნი არის. როცა ნეპტუნი იყო თევზებში, თან დიდი ხანი იყო ნეპტუნი თევზებში, ხომ? ეს იცით რა იცის ამ კომბინაცია, აი თანმიმდევრულად მინდა აგიხსნათ ეხლა რა ფონია და ის ტრანზიტი აპრილის ბოლოს რაც შეიკვრება. აი ახლა ზუსტად გადავიდა ცოტა ხნის წინ ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოში, 1 გრადუსი არის, 0 გრადუსი უფრო სწორად და მასთან მიდის უკვე სატურნი და იქნება მალე ზუსტი შეერთება სატურნ-ნეპტუნის. ეს ძალიან ესეთი ასპექტი არის, იშვიათი ასპექტი არის და ძალიან სერიოზულ რაღაცებს ძრავს ხოლმე. საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ სატურნის სახელმწიფო სტრუქტურები არის ჩვენთან, ეს არის გავლენიანი ფიგურების სიგნიფიკატორი, რაღაც ისეთი ჩარჩო სტრუქტურის სტრუქტურა რო არის საჭირო, აი ამის სიგნიფიკატორი არის სატურნი. ნეპტუნი არის ოცნებები, ეს არის დაფარულობა, დამალულობა და ადრეც ვთქვი, რომ აი ისეთი რაღაცეები იყო წინა წლებში, რომელიც ჩვენ საერთოდ ვერ ხედავთ. მოდი ესე ვთქვათ, გავცურეთ ყველამ რაღაც ღრმა ძილში, ქვია ხოლმე ნეპტუნი, როცა არის თევზებში. და ვერძში რო გადავიდა და პლუს სატურნი რომ მალე გადავა, სატურნის სტრუქტურა მთავარი, ხომ? ძალიან სწრაფად შეიცვლება პროცესები. სხვათაშორის ახლა ესეთ ტრანზიტებს ყოველთვის ჯერ ჩემ თავზე ტესტავ ხოლმე. ძალიან ბევრი ახალი რაღაცები დავიწყე. ძალიან ბევრმა ჩემს ირგვლივ ისეთი ახალი რაღაცეები, ახალი ცხოვრება დაიწყო ძალიან ბევრმა, მართალი რო გითხრათ, აი ამ ტალღას რო ვიჭერთ, რაც ცაზე ხდება ხოლმე. და ეს მსოფლიო დონესაც ეთყობა, იცით, ახლა ნებისმიერი ის რო ჩართოთ საინფორმაციო. მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული გადანაცვლებები არის, ძალთა ბალანსი საერთოდ სხვაგან არის უკვე. მაგალითად, ადრე თუ იყო ამერიკა რაღაც ისეთი სიკეთი, სამართლიანობის მხარეს და ჩინეთი რაღაცა ბოროტება და რაღაცა იდეაში, ხო? სტერეოტიპები რო გითხრათ. ძალიან შეცვალა ვექტორი. აი რეალურად პირიქით ხდება, თუმცა ჩინეთს ისეთი რთული რუკა აქვს, რომ მაინც არ ამგონია მათგან დიდი ისეთი ცივილიზებული რამე დადგეს ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ
გარკვეულწილად იცვლება რაღაცები, ხო, მსოფლიო პოლიტიკაში. აი ესეთ რაღაცები იცის, როცა დიდი პლანეტები იცვლიან აბსოლუტურად ნიშანს და თან უბრალოდ ნიშანი კი არ შეიცვალეს. ახლა პირველად ხვდებიან ამ გრადუსზე ფაქტიურად, ესე 0 გრადუსზე სატურნ-ნეპტუნის შეერთება, ვერცხლში თან პირველი ნიშანი არის ეს, ხო? ეს არის საერთოდ გადატვირთვა, ეს არის რაღაც ნეპტუნმა დაასრულა მთელი ციკლი, მთელ 12-ვე ზოდიაქოში გაიარა და ახალ ციკლს იწყებს. ეს უკვე ცოტა ისე ენერგეტიკულად, ეზოთერულად ცოტა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამას. სატურნის ახალ ციკლს იწყებს, ანუ ეს არ არის უბრალოდ ნიშანში გადავიდნენ ახალ ნიშანში, ეს არის რომ აბსოლუტურად დაასრულეს ახალი ციკლი და იწყეს ახლა და აი ესე ხდება პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც რაღაც ძველი ციკლი თავდება და ახალი იწყება. საერთოდ როცა ნეპტუნი თევზებში არის, ამ პერიოდში რაღაც ისეთი ბურუსი არის და ისეთი მიჩქმალური ამბები არის, ვერძე ამას სააშკარაოზე გამოიტანს. რაღაც ისეთი რაღაცები გამოვა სააშკარაოზე, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. თან ახლა ტრანზიტული შავი მთვარე გადის მორიელში. ადრეც თქვი, მე სანამ გადავიდოდა შავი მთვარე მორიელში, რომ რაღაც ბიზნესების გაკოტრება იქნება, მეთქი, რაღაც თავარი 9 თვის განმავლობაში ძალიან ამორალურ რაღაცებს გავიგებთ, მეთქი, რაღაც აცუდ რაღაცებს გავიგებთ, მეთქი, ამოტივტივდება. ეს აი რაღაც ცუდი რო ამოვა ზედაპირზე, აი ეს გააკეთა ახლა შავმა მთვარემ დაიწყო თუ არა დაწყებამდე უკვე შემოვიდა ტალღა მორიელის ენერგეტიკის პლუს იქ ნეპტუნმა თავისი ქნა უკვე შესამზადებელი ფაქტორი იყო, როცა ეს ნეპტუნური საიდუმლო იქ ნახეთ ახლა თუნდაც ეს რაღაც იმას ჩვენს მრეწველობაში რო იყო ხო რაღაც სკანდალი დროხებთან და ძესთან დაკავშირებით. ხო, აი ჩუმა წლების განმავლობაში რაღაცები ხდებოდა, აზე არ იყო საზოგადოება და უცებ გასკდა. აი ეს არის ტიპიური ენერგეტიკული ველი, როცა თევზიდან ვერტში გადადის ნიშანი და იქ მორიელმა ლილიტმა იქ მთელი ფონი შექმნა ამისი, რომ რაღაც ძალიან ესეთი მძიმე იყო, ხო, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გაგება. ცოტა ტოქსიკურ იმასთან იყო სიმართლესთან კავშირში, ხო ეს ყველაფერი. აი ესეთ რაღაცები იცის ხოლმე, ადრე სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა სააშკაროზე, მაშინ თქვი და ძალიან ბევრი ასტროლოგის ამბობდა, ხა მარტო მე კი არ ვამბობდი ამას, რომ იქნება რაღაც, თავარი დარტყმა იქნებოდა დიდ ბიზნესთან, თავარი დარტყმა საბანკო სფეროს ექნებოდა და ამერიკის ისეთ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით უკვე დავინახეთ, ხო? რამდენიმე მილიარდი დაკარგეს კომპანიებმა ერთ დღეში. და ხა ნელ-ნელა ცდილობენ უკან წაიღონ მთელი ისე ვითომ რაღაც ახალი ინიციატივები და ისე როგორმე დააბრუნონ ძველ საწყისზე, ხო? აი ესეთ რაღაც ესეთი ექსპერიმენტები, როცა შავი მთვარე არის მორიელში, მაინც არ არის ხოლმე სასურველი. აი ესე გაუმართლებელი რისკი, ეს მორიელი ლილითის დროს არაფერ შეიძლება, იმიტომ რომ ზუსტად ამას აკეთებს შავი მთვარე მორიელში, ან საერთოდ არ რისკავს ადამიანი, გაჩერებული არის ერთ წერტილში, საერთოდ არ ცხოვრობს, არ განიცდის ცხოვრებას, ეს ერთ-ერთი ნეგატიური ველი არის მორიელის. და ან მეორე უკიდურესობა, აი ვითომ ძაფრი ემოციები და ინგრევა ყველაფერი. რაღაც ამ ფაზაში უფრო შევიდნენ, ესე ჩანს. და სატურნი როცა შეხვდება ნეპტუნს, სხვა შორის ამ პერიოდში ბავშვები დაბადებული უკვე არის თან ეს ველი, სატურნი იქ ვენერა არის, იქ ნეპტუნი არის გვერდზე, ხო? და კარმული აღმავალი კვანძი არის. როცა ესეთი მნიშვნელოვანი წყება ენერგიის თევზებში და ერთი უკვე ვერტში ხდება, ეს არის, იცით როგორი სტრუქტურა, რაღაც სულიერ პროცესებში რომ უნდა წავიდეთ ყველანი, რაღაც ისეთ ფსიქოლოგიურ შინაგან პროცესებში უნდა წავიდეთ და გადავტვირთოთ რაღაც ახლებურად შევხედოთ, ადრე მქონდა ამაზე ვიდეო, რომ აი გადახტომა იყოს ენერგიის ჩართვა იყოს ცოტა ლავირები, ცოტა თევზურად, ხო, თევზმა იცის უფრო ესეთი მორგება სიტუაციაზე, ხო, კარდინალური ჯვარი, ანუ აქტიური, ლიდერული ენერგეტიკა აქვს ვერც, თევზები არის უფრო აი ესე, გვერდულად რომ მოულით რაღაცებს და აი ეს ბალანსი, მუხრუჭი გაზის ბალანსი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ, ხო, ეს ძალიან სერიოზული შეერთება არის. და როცა მივა ნეპტუნთან უკვე სატურნი, ეს იქნება, იცით როგორი თემა, რომ შეიძლება რაღაც ხაშეს ვარკვევდი ამას წლებში, როდის ჩემ მშობელს აქვს ერთ ეს შეერთება 53 წლიანი არის და მაგ დროს ვადგენდი, როდის იყო ეს შეერთებები.
და მაგ პერიოდში გარდაიცვალა სტალინი. სხვათა შორის და ნუ სახელმწიფო სტრუქტურები ხო არის ეს სატურნის ენერგია, ნეპტუნი ეს არის აი შემიძლია მაგით ვთქვა რომ რაღაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ეს ადამიანი ხო, იმიტომ რომ ნეპტუნმა იცის ისეთი ბურუსის ახვევა ისეთ იმაში გაახვევს რაღაც სახელმწიფო სამსახურს ხო თუნდაც ან სტრუქტურებს რომ შეიძლება არასდროს არ გასკდეს ეს ამბავი. ნეპტუნს ახასიათებს ეს და ну მის რუკაზე კიდე ბევრი რაღაცა ხდებოდა ეგ ტრანზიტულ კომბინაციებში, მაგრამ თვითონ აი ესეთი შეერთებების დროს სახელმწიფო სტრუქტურებში რაღაც ქაოსი შეიძლება შეინიშნებოდეს. ხო ნეპტუნი ეს არის ქაოსი, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების რაღაც დონეზე შერყევაც კი და მეორე კუთხით ეს არის საკმაოდ გაძლიერებული ეს საიდუმლოებები, იმიტომ რომ სატურნი ეს არის რომ და შევინარჩუნოთ ეს სტრუქტურა ნეპტუნი ეს არის რაღაც ჩუმად რაღაცების დამალვა, აინენელა რო უფრო ძლიერი შეიძლება გახდეს ძალოვანი სტრუქტურები ადრეც ვთქვი, ეს ზოგადად ყველაზე რო ვთქვა, მაგრამ მაინც სატურნი გადადის ვერტში. ნეპტუნი არის უკვე ვერტში. ვერტზე არ არის მაინც დაფარული ენერგია, მეგობრებო. აი ძალიან რომ უნდოდეს, ვერტს ვერ მოიტყუება. იდეაში ახლა ზოდიაქოთი ვერძებზე არ მაქვს ლაპარაკი, ენერგეტიკას ვამბობ ვერძის. ვერ მოიტყუება, ვერ დამალავს, ნეპტუნს უყვარს შეხვევა, ჩაბურდვა და მე მგონია რომ პირიქით ამ პერიოდში ამოიყრება ბევრი აი ესეთი დაფარული, ჩაფარცხული, შენახული ინფორმაციები, ეს რო სხვა ნიშანში იყოს, ვიტყოდი რომ კი დაიჭერენ რაღაც სიჩუმეს, რაღაც საიდუმლოს და ამ შემთხვევაში რადგან ვერტში იქნება ეს ყველაფერი ცოტა ამოტივტივდება, აი რაღაც გადატვირთვა იქნება, ძალიან დაჩქარდება პროცესები, იცით? განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები, სხვათა შორის ამერიკას აქვს სატურნი სასწორში და ოპოზიციას გაუკეთებს ახლა ეს სატურნი მათ და ისეთი რაღაცები ხდება, რომ მე მგონია რომ ცოტა პრობლემები შეექმნება ამერიკას. აი ეს ბურუსი თან ისედაც შავი მთვარე ყავთ მათ ნეპტუნთან შეერთებაში თვითონ ამერიკის რუკას და ეს ილუზიები არის. არაპრაგმატულობა, არაპრაქტიკულობა და ილუზიები. ზოგადად ქვეყნის რუკა ძალიან კარგად ასახავს ერის ენერგეტიკას ხოლმე, ერის პრობლემებს და განსაკუთრებით ნეგატიურ სტრუქტურებს ემსგავსება ის ხალხი, რომელიც მოდი ესე ვთქვათ, ყველაზე ესეთი გაჩერებულ საზოგადოებაში, რომელიც არ ქმნის არაფერს, არ მუშაობს თავის თავზე, უბრალოდ რაღაც აი მასას რო ამბობენ ხოლმე, აი უფრო იმ შავი მთვარის ენერგიას, აი ამ ნეგატიურ ენერგიებს უფრო ესეთი კატეგორია ავლენს, ესე რო ვთქვათ. შესაბამისად ეს ნეპტუნის ენერგეტიკა ცოტა მგონია რომ ვერძის ზონაში ძალიან ბევრ რაღაცას დაძრავს, განაახლებს საერთოდ, ხო? გაშიფრავს იმას, რაც წინა წლებში იყო დაფარული, გაპასიურებული, შეიძლება ეს ხალხი იყოს ესე გაპასიურებული, რომელიც გააქტიურდება ძალიან, ან ქვეყნებში, რომელიც შეიძლება რაღაც საომარი ან მილიტარისტული სიტუაცია წავიდეს, უყვარს ეს სატურნ ვერტს ეს რაღაც შეიარაღება, ეს ძალის დემონსტრირება, ხო? სატურნი არ გვუყვარს ვერტში ზოგადად, იმიტომ რომ მას სამართლიანობა, ეს სატურნის პრინციპი რაც არის სამართლიანობა, რაღაც ესეთ პრაგმატულობა, მისთვის არის ვინც ძლიერია, ის არის სამართლიანი და პრაგმატულიც, ხო? რასაც ამერიკის ხელისუფლება ახლა დემონსტრაციას უკეთებს, ხო? რომ აი მე ვარ ძლიერი, მე მაქვს ყველაფრის უფლება. ის ენერგია არის, მეგობრებო, აი ახლა რაც შემოდის ეს ენერგია, ხო? როცა სატურნი ბოლო გრადუსებისკენ მიდის, უკვე მომდევნო ნიშნის ენერგეტიკის ველი ტრიალებს უკვე გარშემო და განსაკუთრებით ავლენენ ხოლმე რაღაც ისეთი ვერძული ეხლა რაც არის, ხო, ვერძული ან ძლიერი ქვეყნები, რაღაცლებით უფრო გააგრესიულდებიან ახლა. და უსამართლოდ გააგრესიულდებიან, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სატურნი სუსტი არის, ცუდ მდებარეობაში არის და როცა არის პლანეტა ცუდ მდებარეობაში, იქ ფუნქციას მაინც ვერ ასრულებს ისე კარგად ნიშანი, ეს პლანეტა, ასე ვამბობთ ხოლმე, მე ჩემი ინტერპრეტაციით უფრო ესე გავაკეთებდი, რომ სხვათა შორის ეს ასპექტები ბევრ რაღაცებს შეცვლის, ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის. საერთოდ რადგან აღმავალი კარმული მისიაა ესე რომ ვთქვათ, ეს აფართოებს ენერგიას სატურნთან არის ახლა შეერთებაში, ახლა რომ ბავშვები რომელიც იბადებიან, აი
ძალიან სატურნე აღმავალი ცით რას აკეთებს, ართულებს, რომ ადამიანს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ექნება, რომ აი შენ უნდა სატურნული პრინციპები გამოავლინო ამ ქვეყანაზე, ხო? ეს არის სიმტკიცე, სტრუქტურა, ეს არის აი ყველაფერი ესე რომ დალაგებული და რაც თავარია, მატერიას უნდა გრძნობდე კარგად. აი პასუხისგებლობები, მატერიალური სამყარო, აი ეს ყველაფერი მატერიალურ სამყაროს რაც გულისხმობ, იცით, რომ მაგალითად მე რომ ვიყო წარმატებული, მჭირდება გეგმა, ამ გეგმას წუთობრივად უნდა მივყვებოდე და ყველაფერი უნდა მქონდეს გაწერილი. ანუ ამ დროსა და სივრცეში კარგად უნდა ვორიენტირდებოდე, ჩემს შესაძლებლობებშიც კარგად უნდა ვორიენტირდებოდე. აი ეს ყველაფერი არის სატურნული პრინციპები. შესაბამისად, ეხლა აი როცა აღმავალი არის გვერდზე, როცა ნეპტუნიც არის გვერდზე, აი სატურნული ენერგია ძალიან არის გამოხატული ხო სამყაროში და გთხოვს აი ამ სტრუქტურას. ვინ ძალიან ოცნებებში იყო, ვინ ძალიან ბურუსში იყო, ან ფანატიზმში ვინც არის ზოგადად, ხო, აი რაღაც, ილუზიებში, ხელისუფლებების მიმართ იქნება ეს თუ რაღაც სექტების მიმართ. აი სატურნი ცოტა ისე დაარტყავს, იცით, გამოაშკარავებს, რაღაც ძალიან ბევრ რამეს გამოაშკარავებს. ვერძის ზონაში ოღონდ. აი ესაა მნიშვნელოვანი თორე შეიძლება სხვა დროს იყო შეერთება, მაგრამ ისეთ რაღაც არ ყოფილა ეხლა რაც ხდება, ხო ეს ნულოვან გრადუსში, ნულოვან ენერგიაში მთლიანად შეერთება ხდება, გადატვირთვა ხდება ყველაფრის. ეხლა ამავე დროს აქ იკვრება ძალიან საინტერესო ასპექტი კომპიუტერი მიდევსთან და ვუყურებ, რო არ გამოჩეს რამე. ძალიან მნიშვნელოვანი რა ხდება. ესე იგი, პირველ რიგში ეს უნდა ითქვას, რომ ორი მძიმე ენერგეტიკა გვაქვს ჩვენ, მარსი და პლუტონი, რომელიც ხვდებიან ოპოზიციაში 25-დან უკვე, 24-25 აპრილს უკვე იქნება ოპოზიცია. ამ მძიმე პლანეტებს შორის რატო არის მძიმე? მარსი ეხლა არის კირჩხიბში. კირჩხიბში მარსი როგორი არის? სუსტი არის. უჭირს გამოხატვა აგრესიის. უფრო ფსიქოლოგიურად არის, იცით, მარსი კირჩხიბი, უფრო იკავებს, ემოციას იკავებს, უფრო გაუბედავი არის, აი დაპირ დარტყმებს ერიდება ხოლმე რა, აი გაუბედავი მარსი ეგეთი არის სუსტად, ხო? და რო გადავალ ლომში, ცეცხლის ენერგიაში, აქ უკვე ძალიან შეიცვლება. მარსის სტრუქტურა გახდება გარემო ბევრად აგრესიული. გარემო ბევრად ისეთი აქტიური და ჩქარი დრაივი მოიმატებს გარშემო, იმიტომ რომ კირჩხიბში პასიური ენერგია აქვს მას, ხო? ეს ემოციური არის უფრო აქ მარსი. ლომში დაძრავს სხვანაირად. პლუს აქ არის უკვე პლუტონი ხდება და პლუტონი მძიმე ენერგია არის, მეგობრებო, ეს არის ტრავმები, ავარიები, აგრესიები გაორმაგებული, ხო? ესე იგი, მე მაგალითად რო ვიცი, რომ მარტო ჯერ ამ ასპექტზე რო ვილაპარაკოთ, ხო, ადრეც ვამბობდი მე ამ ასპექტზე, რომ თან ეს ოპოზიცია ხდება ზუსტად ჩვენი ქვეყნის იუპიტერთან შეერთებაში. მარსი უერთდება ჩვენი ქვეყნის იუპიტერს. იუპიტერი ეს არის საკანონმდებლო სფერო, უცხოეთის სფერო მაგალითად, ეს არის ზოგადად ბარაქა, ფინანსები, აი უცხოეთთან არის თან იუპიტერი კიდე და კანონებთან დაკავშირებული. პირველი ესეთ შეხება რომ მოხდა მარსის და თან პირველ სახლში, ქვეყნის პირველ სახლში გაიარა და პირველი სახლი ეს არის იმიჯი ქვეყნის. როგორი იმიჯი ქონდა მარსი გადიოდა ზედ. ეს იყო ფაქტურად საომარი ველი ქვეყანა, ხო? მერე წავიდა უკანეს მარსი, მერე გავიდა მე-12 სახლში, ეს ჩაცხრა, წავიდა ფსიქოლოგიური აგრესია, აი ხალხი ჩუმჩუმად რონელა ორივე მხარე ბრასდება, მაგრამ არ გამოხატავენ, თან კირჩხიბში წავიდა და კირჩხიბის იგივე ენერგია, ფსიქოლოგიური ამბავი არის და ეხლა ეს გასწორდა, მარსი წამოვიდა და ეხლა კიდე იწყებს იგივე შეერთებას. ეს დასკვნითი შეერთება იქნება. ბევრი რაღაცა ან დასრულდება და თან როგორ დასრულდება, ნახეთ, და დასრულდება იმას კი არა, რომ მთელი ეს პროცესი დასრულდება. ვამბობ უფრო აი ეს ტალღა, ნახეთ, რატომ გონია რომ ცოტა ნეგატიურად წავა ეს ამბავი და არ იქნება მაინც ან ჩუმად წავა ეს ნეგატიურად, ან ხმაურიან. პლუტონი მარსის ოპოზიცია, ეს არის ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია. ძალიან სერიოზული ცვლილებები, იძულებითი ტრანსფორმაცია არის პლუტონიდან. ყველაზე ცუდ სცენარში, მაგალითად შეიძლება ჩვენ საერთოდ დავტოვოთ ევროპული სივრცე, უკვე საკანონმდებლო კუთხით არის საუბარი, რომ მაგალითად შეიძლება ხელისუფლებამ საერთოდ შეიძლება კი რა მაგას გააკეთებენ, ამოიღებენ მოხს საერთოდ კონსტიტუციაში შეცვლიან სავარაუდოდ და უკვე ღია შეიძლება ეს ერთ-ერთი სცენარი, შეიძლება წავიდეთ უკვე ესე
ფორმალურად თორე ისე კარგად ვიცით რაც ხდება. მაგრამ აი უკვე ოფიციალურად, იმიტომ რომ პირველ სახლში არის ეს ყველაფერი, ეს ოპოზიცია და შეიძლება უკვე იმიჯი სერიოზულად შეეცვალოს უკვე ქვეყანას და ეს პლუტონი იქნება რაღაც ცუდი კუთხით. რატომ გონია ახლა ეს ცოტა ცუდად შეგვიძლია წავუყვანოთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ გვერდზე დგას კვადრატურას უკეთებს ნეგატიურ ასპექტს უკეთებს ზუსტად ასევე 4 გრადუსზე. ზუსტად ესე კი 4 გრადუსზე მარსი, მე პირდაპირ ოპოზიციაში 4 გრადუსზე პლუტონი, 4 გრადუსზე შავი მთვარე. შავი მთვარე სადაც არის, მეგობრებო, ყველგან არის ნეგატივი. ეს არის დიდი ილუზია, რომელიც დრო რო გავა მერე გამიჩნდება, რომ ეს ილუზია იყო. ხო, ეს არ არის პოზიტიური ენერგია, ახლა რაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ, სადაც შავი მთვარის ენერგია დგას, შავი მთვარე უერთდებოდა სატურნს ამერიკის არჩევნებში. და უკვე გასაგები იყო, თან სასწორში ჩამოიშლება იქ სახელმწიფო საჯარო სამსახურები ჩამოიშლება, თან კანონთან დაკავშირებით სასწორის მარაზე დგას ამერიკული ხელისუფლება, ხო, ეს არის კანონმდებლობა, სამართლიანობა, სასამართლო სტრუქტურები, ხო, აი ბალანსი, აი სამართლიანობის ბალანსი, ხო, თავისუფლება და სამართლიანობა, ეს სატურნის სასწორის თემებია. და აი აქ შეუერთდა შავი მთვარე. და აქ უკვე გასაგები იყო, რომ ძალიან დიდ ილუზიაში მოხვდნენ ამერიკელები, ხო? და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში მაგ ასპექტი აჩვენებს, რომ შეიძლება საერთოდ უკუ განვითარებაში წავიდეს ეს ერი. მე ძალიან პესიმისტურად უყურებ ამერიკას იმ კუთხით, რომ არის რაღაც ზონაზე ვითარდება ერი და მერე უკუ განვითარებაში მიდის, ხო? აი ახლა მგონია, რომ აი ამ გასაყარზე არის ამერიკა, ან წავა ისევ, ანუ აი ჩამრჩენილი ერები რო ამბობენ ხოლმე, ხო იცით, აი განვითარდა, შეწყვიტა განვითარება, წავიდა უკან. მაგალითად, ახლა საბერძნეთს ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ დაახლოებით ესეთ რაღაც შეიძლება დაემართათ, ხო, რომ იყვნენ რაღაც ცენტრში და ნენელა მერე უკუ განვითარებაში ვერ აყვნენ მსოფლიოს. რაღაც მგონია, რომ ამერიკას ესეთი რაღაცა ექნება, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტრამპის მოსვლიდან სულ იქ იყო ჩართული ნეგატიური ასპექტები. როცა ესეთი კურსია ქვეყანას აღებული, იქ ლიეტის ენერგია როცა მუშაობს, ეს უკვე გასაგები არის, რომ სადღაც ცუდისკენ მიდის ყველაფერი. ამიტომ მგონია, რომ აქ ეს შავი მთვარე რაღაცას ჩააგდებს ისეც, რომ შეიძლება არაფერი არ მოხდეს, პლუტონი ჩუმად გუდავს რაღაცეებს, ხო? შეიძლება იმხელა საკანონმდებლო კუთხე იქნება ეს თუ რა, იმხელა თან მზეს უკეთებს ასევე ოპოზიციას, ანუ მთელი ტაუკვადრატი ჩდება. მზე პლუტონი, მზე არის ჩვენთან ხელისუფლება, მართლობა, მაგალითად პლუტონი ძალაუფლების ფიგურები, შავი მთვარე ისეც მორიელში არის და ვისაც ძალაუფლება აქვს, იქ არის ყველაფერი კონცენტრირებული. ან ამ კუთხით ისე მას იზამ საზოგადოებას ზეწოლას განახორციელებენ, ან კანონმდებლობით, იმიტომ რომ იუპიტერი რადგან იქნება აქ ჩართული, შეიძლება კანონმდებლობით რაღაც ძალიან ცუდი რაღაცა მოხდეს და ან შეიძლება სერიოზული არეულობები, მასობრივი, ესეც ახასიათებს პლუტონს, ეს არის დაჟე ეს მაგალითად შეიძლება ითქვას პლუტონი მარსი მსგავსი იყო უკვე ესეთი და აი ის რაც მაშინ სისასტიკეები ხდებოდა ცენტრში, თბილისის ცენტრში მსგავსი ასპექტები იყო. ოღონდ ახლა უკვე მზეც შემოდის აქ ამ ასპექტში და შავი მთვარეც. აი შავი მთვარე რადგან შემოდის, ეს ერთ-ერთი სახიფათო პერიოდი არის ჩვენთვის, მართლა სახიფათო, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის რუკასთან მოდის სიგნიფიკაციაში. სხვათაშორის ადრეც ვილაპარაკე კობახიძის რუკაზე, მას ზუსტად იგივე უჯდება და ქვეყნის რუკასთან ძალიან ისეთი ბმა აქვს სხვათაშორის და მან შეიძლება ან ეგ იყოს, ეგ ადამიანი თვითონ, აი ის როც ტრამპი აღმოჩნდა, მის ტრამპის იუპიტერს უერთდებოდა შავი მთვარე და ქვეყნის რუკას მის სატურნს შავი მთვარე, აი ესეთ გადაჯაჭვული ენერგიები, ან კობახიძის ხელით იქნება ეს ყველაფერი, ან კობახიძეს მოუწევს რაღაც ჩართვა ამ ნეგატიურ სივრცეში. ლილიტმა ყველაზე კარგ ვარიანტი იცის ილუზიებიც. აი რაღაცა ძალიან მაგრად რო იწყება ვითომ, აი ტრამპის ესეთი შემოსვლა და მერე რო იქნება ჰაერი, არაფერი. ანუ აბსოლუტურად ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი არის ლილიტის ეს. როცა ახლა რაღაცა დიდი დრამა და უბედურება კი არ ხდება, ამასაც შემოდის რაღაცა და ხელში აღარაფერი აღარ გრჩება, ხო? ილუზია, დიდი ილუზია. ეს შავ მთვარეს ვეძახით ხოლმე. შეიძლება რაღაც ინიციატივები იყოს, მან მოატყუონ ადამიანები მაგალითად რაღაც ისეთ საცდურები იყოს, რომელიც მე არ გამოვიდეს. ეს ახლა მე კონტექსტს უყურებთ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ხო? და მაგითი ხვდებით ხოლმე.
მაგრამ ამ პერიოდში რომ რაღაც უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი. არ ვიცი, შეიძლება იქ ნეპტუნი მაინც სატურნი ბოლო გრადუსებზე არის თევზებში და ძირითადი პლანეტები თევზებში, შეიძლება კულისებში ისეთი რაღაცა მოხდეს, ძალიან ნეგატიური რო იყოს და ჩვენ ასე არ ვიყოთ. ესეც ვარიანტი არის, იმიტომ რომ მაინც ბოლო გრადუსებს ითვლის სატურნი თევზებში და სატურნი თევზებში ეს მაინც არის კულისებში. ეს თევზური ენერგეტიკა ეს არის. კულისებში რაღაცა ხდება, რომელიც არავინ არ იცის. რომელიც მერე შეიძლება გასკდეს უკვე როცა სატურნი ვერტშიც გადავა, ხო და უკვე ნეპტუნთან იქნება. მაგრამ მერე კიდე ბრუნდება ორივე პლანეტა, ისევ თევზებში ბრუნდება და მერე მომავალ წელს გადადიან ისევ საბოლოოდ, ამიტომ მე მგონია რომ ამ წელს იქნება რაღაც შესამზადებელი და მომავალ წელს იქნება აუცილებლად რაღაც სერიოზული მოვლენები ქვეყანაში. ამ პერიოდში რომ რაღაცა ხელისუფლება შეიცვალოს ან რაღაცა მე ცოტა ეჭვი მეპარება. პირიქით მე მგონია რომ რაღაც აი თან ნეპტუნურად, აი ამ ახაც ბურუსში ან კულისებში რაღაცები ხდება, რომელიც ხალხმა არ იცის, მაგრამ ყველაზე ისეთი ღია ვარიანტი აქ თუ რაღაცა მოხდა მაგ პერიოდამდე, გასროლა, ღმერთმა დაიფაროს, ან აგრესია, დაჭერები, რაღაცეები, აი აქ შეიძლება სერიოზული რაღაცები მოყვეს მერე ამას. ანუ როგორ არის იცით, მეგობრებო, ნეგატიური ასპექტი, მეც როცა მაქვს ხოლმე ნეგატიური ასპექტები ტრანზიტში, ხო? აი მაგალითად უბრალოდ ნელა შეიძლება გავიარო, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა წინაზე მარსი მქონდა მზესთან შეერთებაში, მე ნახე სხვა პროგნოზებში ციქაც მარსი იყო აქტიური, უკვე ვიცი რომ უნდა გავერიდო. არ უნდა ან ჩქარ არ ვიარო მანქანით მაგალითად, ან და ისე არ ვიყო მოდუნებული რა საჭესთან, ხო? აი ვცდილობ ხოლმე რომ ან რაღაც ისე ყურადღებით ვიარო, იმიტომ რომ ვიცი რომ ნეგატიური ასპექტი მაქვს. თუ ამას გავაკეთებ, ისე გავივლი, რომ ვერც გავიგებ, მაგრამ გრძნობ ენერგიას ხოლმე, ხო, რომ რაღაცა მე უკვე ესა მაქვს, შეჩვეული მაქვს თვალი, ესე რომ ვთქვა, აი გრძნობ უკვე რაღაც ველს, რო გრძნობ, რომ ეხლა გაჩერდი, ეხლა შენელდი. ადრე ვერ გრძნობდი და მქონდა ხოლმე მერე ვთქვათ უკვე ხედავდი ხო რაღაც უკვე სიუჟეტში გადადიოდა. ამიტომ შეიძლება იყოს ენერგეტიკულად, ემოციურად ქვეყანაში ან ჩვენში უბრალოდ რაღაც სერიოზული პრობლემები. და ამ ტრანზიტებზე, როცა ახალი საქმის დაწყებას ვფიქრობ, მე მაგალითად არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ფაზა ჩაუშვებს იმ ტრანზიტულ რუკას და ესეთი იქნება ტრანზიტშიც ასევე, ან ტრანზიტში კი არა, ეს საქმეს აი ეს რუკა იქნება და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ ეგ დროს. არ არის სასურველი ყველა კონფლიქტებზე, იმიტომ რომ აი თვითონ დაძაბული კონფლიქტური ასპექტი არის. თან გვერდზე რომ ლილიტი არის, შავმთვარე რას აკეთებს? ის შავმთვარე ლილიტი ერთი არის ენერგია არის. ფეთქებაცაშიში არის. აი ერთი თუ რაღაცა მოხდა, მე ძალიან დიდხანს გვახსოვს ხოლმე ეს ნეგატივი, ესე შავმთვარე ეს ხო ემოციებთან არის შავმთვარე დაკავშირებული, კომპლექსებთან, ტრაუმებთან არის დაკავშირებული, რაღაცა თუ ხდება, ძალიან ტრაუმული არის მე ეს ასპექტი. ამიტომ მე რატო ვცდილობ ხა თქვენ რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ მაგ დღეებში ის ორი კვირაც კი ცოტა ყურადღებით იყავით. არ დაიწყოთ გარჩევები საქმეების, მშობლებთან, ოჯახთან, პარტნიორებთან. აი ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, ეს ენერგია რო იკვრება ხოლმე ცაზე. კარგი პერიოდი არის რაღაც საკუთარი, აი ამოდის ის ნეგატივები, რაც ჩვენში არის დასამუშავებელი და დავინახოთ უბრალოდ ეს ნეგატივები და დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ეს არის კარგი პერიოდი ამისთვის. იმიტომ რომ თუ არ იკვრება ნეგატივი, ვერ გრძნობთ რომ ეს სადღაც არის. ამიტომ ამის დანახვა უფრო კარგი არის, ვიდრე არ გაცნობიერება და იმპულსში ჩართვა და მერე ცხოვრება ამ ნეგატივის უკვე მოვლენებში, ხო, ამას გულისხმობ. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით ესეთ ასპექტებს, მე უფრო ვიყენებ ხოლმე დასატრიგერებლად, რომ სად რა ხდება, თუ გრძნობ რაღაც გადაჭარბებული შფოთვა მოვიდა, როცა ესეთი ნეგატიური ასპექტები არის, სადღაც ვერ დავამუშავე ენერგია, ან ხო არ ვზარმაცობ, იქნებ უფრო მეტი აქტიურობა მჭირდება, ან იქნებ გარკვევა მჭირდება რაღაც პრობლემების, ხო, ახლა მე სელინა ვერძეები, ვინც არიან, არ გვყვარს აგრესია. არ მეგვაჩნია, რომ გარემო არის აგრესიული, შესაბამისად. და არ გვაქვს ხოლმე დიდად, ახლა ბევრი სელინა ვერძი შეიძლება თქვენც იგრძნოთ ეს, რომ არ არის აგრესიული, შავმთვარე ვერძი პირიქით გარემოს აღიქვამს ცოტა აგრესიულად. და სელინა ვერძი არ აღიქვამს გარემოს აგრესიულად. შესაბამისად,
აი ის მომენტი, რომ ვაიმე ხარ რაღაცა ჩხუბი მინდა და ვინმეზე ვარ გაბრაზებული, ეგ ნაკლებად გვაწუხებს ხოლმე, გააჩნია პირად რუკაში უკვე რა ხდება, ხო? მაგრამ გწნობ ხოლმე რომ რაღაცა ესე ან ვარჯიში ხარ მინდა, ან სიარული მოძრაობა. აი ჩემთვის ჩემზე პირადად ნეგატიური ასპექტები უფრო ესე მუშაობს ხოლმე. მაგრამ მანდაც ხო გეუბნებით, მნიშვნელოვანი არის დავაკვირდეთ, რას გვიტრიგერებს. ახალ რაღაც სერიოზულ თემებს არ ვაკეთებთ ამ პერიოდში, ოპერაციები ხო საერთოდ არ ვაკეთებთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ სულ რო ჰარმონიულ ასპექტებს მაინც გვიკეთებდეს, მაინც იმდენი ნეგატიური ასპექტი ჩდება, რომ ნეგატიური ფონი არის ზოგადად, ხო? და ჩვენ ჰაჰა შეიძლება ნორმალური ასპექტი გვაქვს, მაგრამ ქირურგს ან ექიმს ან ვიღაცას არ ქონდეს ნორმალური ასპექტები. ამიტომ აი მაისის დასაწყისამდე ცოტა ყურადღებით გაატარეთ, ხო? ესეთი მანქანას არ ვიყიდდი ამ ტაუ კვადრატზე, მაგალითად, იმიტომ რომ მარსიანული ენერგეტიკა არის და მარსია ჩართული მთავარ კვადრატებში და ეს მანქანებს მართავს მარსი, ტრანსპორტი ზოგადად მარსის თემა არის, ავარიების ალბათობა იზრდება, სერიოზულად კონფლიქტების ალბათობა და მანქანებთან დაკავშირებული პრობლემებიც იზრდება. ამიტომ ასეთ რაღაცებს მაინც არ შევეხოთ ეს პერიოდი, ცოტა ისე ყურადღებით ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ აი ფონი არის, რომ აი თუ მაგალითად რაღაც მოვლენები ესეთი ხდებოდა 100-დან 1-ში, ახლა შეიძლება 100-დან 10 მოხდეს, ან 20 მოხდეს, ხო, სიტყვაზე, იმიტომ რომ ფონი იკვრება ესეთი. ეს ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში რო გითხრათ. ეხლა ამავე დროს საერთოდ ესეთი ტაუ კვადრატები, დიდი ნეგატიური ასპექტები როცა ჩდება ქვეყნის რუკაზე, ხო? ეს ასევე მიანიშნებს, რომ პირად რუკაში ქვეყნებს სად რა აქვს კომბინაციებში და ეს ასპექტები, რა ასპექტებს აკეთებს მე პირად რუკებში ქვეყნებთან. იმის მიხედვით ხვდებით ხოლმე, რომელ ქვეყანას უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, ხო? ან პირიქით, რომელთან იქნება შედარებით ნეიტრალური. და ამიტომ ამბობ, რომ საქართველოს რუკაზე ძალიან ახლოს ჩდება ეს პირდაპირ შეერთებები არის და ოპოზიციები, ხო? და განსაკუთრებით ჩვენთან შეიძლება ეს ცოტა რთულად წავიდეს. შემდეგ არის ის მნიშვნელოვანი, რომ სატურნი რო ვერტში შევა, ჩვენ მზე გვყავს ქვეყანას, მზე ყავს, ხო, იქ ვერტში და სატურნი ცოტა რთული არის. და მე მგონია, რომ აი ამ 3 წლიან ფაზაში სატურნი როცა ვერტში იქნება, აი ხელისუფლებას რაღაც სერიოზული პრობლემები ლის. მე ესე მგონია, იმიტომ რომ სატურნის შეცვლის რაღაცებს, ხელისუფლებები ეს არის მზის ენერგია ასევე სატურნის საერთო სტრუქტურების ენერგია არის და ცოტა რთულად შეიძლება წავიდეს მან. ხო, ამ 3 წლის განმავლობაში რაღაც აი სატურნი აი მათრახევით მუშაობს მაინც, ხო, აი და ზეწოლა რაღაცნაირად სტრუქტურებთან და არის რისკი, რომ რაღაც სერიოზულად შეიცვალოს, ესე რომ ვთქვა. მაგრამ პოზიტივის არის, რომ სატურნის დიდი პერიოდი გვითავდება, სადესაც ის რო ეძახით, ხო? აი მან ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ძალიან ათრევს ქვეყანას ჭაობში, სადესაც ის პერიოდი და ფაქტიურად მერე შემდგომ პერიოდი არის ხოლმე აი რაღაცას მძიმე პროცესი, რომ დაგვაკარგინებს ყველაფერს და აი მერე რომ უნდა აღვდგეთ რაღაცნაირად, მაგალითად სადესაც ის პერიოდი გქონდა 92 წლებში, როცა ომი იყო 11-12 წლებში და შესაბამისად შემდგომი ხანგრძლივი აღდგენა ქვეყნის, აი ფეხზე ნელა რო დგება, რაღაც ეგ პროცესი შეიძლება შემდგომ წავიდეს და ამიტომ ამასაც ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე. ნუ მზეც რო არის ამ ტაუ კვადრატში ჩართული და მზე ლილიტის ოპოზიციაც არის, აქ ზუსტად აჩვენებს იმას, რომ ეს მზის ცენტრია, აი ეს ესეთი ენერგია ხელისუფლებებსაც მართავს ეს მზის ენერგია, ჩართული რა ასპექტებია, ხო, მამაკაცური ენერგიები არის ჩართული. ჩვენთან გვაქვს ასტროლოგიაში მამაკაცური ენერგეტიკის პლანეტები, რომელიც ჩქარია, დრაივია, აქტიურია, ქალური პლანეტები რო იყოს აქ ჩართული, ცოტა პასიური არის. აი ფონად რო გრძნობთ, მაგრამ მოვლენები არ ხდება დიდად, ხო, ეს ქალური ენერგეტიკის დამახასიათებელი და მარსიანული და მამაკაცური ენერგიის პლანეტების ესე ჩართვა ტაუ კვადრატში, ეს უკვე ნიშნავს, რომ სადღაც არის მოსალოდნელი ძალიან სწრაფი ცვლილება, არის ნეგატიური ცვლილების მაღალი რისკი, რადგან შავი მთვარე არის აქ ჩართული, ან შეცდომების მაღალი ალბათობა, რომელსაც შეიძლება აი აფეთქებასავით მუშაობს რა, მარსი, პლუტონი, ეს არის აი აფეთქება, ზუსტად მსგავსი იყო, როცა აქციები დაიწყო
თან ძალიან ისე ცისხლიანი ის იყო ფონი იყო, ზუსტად მსგავსი იყო მარსი პლუტონის ოპოზიცია იყო მაშინაც და იუპიტერთან იყო შეერთებაში. ეხლა იგივე წრეს გადის და არის მოსალოდნელი, ან იგივე მოხდეს, ან ბევრად უფრო მძიმე ვარიანტი, იმიტომ რომ იქ უკვე შავი მთვარე და მზე ერთვება ოპოზიციაში, ემატება კიდე ხო რაღაცეები და მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეს რაღაც ჩახშობილი იყოს რაღაცნაირად შავა მთვარე მიცის ხოლმე თან მორიელში ძალოვანი სტრუქტურების თემა არის მორიელი. ეს კრიმინალური სამყარო არის, აი ძალით რო გიჭირავს რა ხელში რაღაცეები, ეს ენერგიაც არის, შეიძლება მაკუთხით წავიდეს ყველაფერი. ამიტომ არის იცით ხე ხშირად ჩემთან მოდიან ხოლმე ტრანზიტული რუკა უნდათ მხოლოდ არ მუშაობს ესე ტრანზიტები, მეგობრებო, აი მეც თუნდაც ჩემ რუკაში რამდენი წელია ვაკვირდები, ხო? და რომ ხედავთ რაღაც ტენდენციებს, ზუსტად არ ვიცით რა იქნება, ენერგიას ხედავთ და რაღაც რამოდენიმე ვერსია გვაქვს როგორ გათამაშდება. ეს და ეს იქნება უბრალოდ კითხაობა და თეორიები, მაგრამ პროგნოზებში ჩვენ ხედავთ აქედან რომ მაინც ეს კარგი ცვლილება და ჰარმონიული ცვლილება მაინც არ იქნება. ეხლა ადრე სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებაზე რომ ამბობდნენ რომ აი ესენი სისხლით არ დათმობენ და გადავაგდოთ და არჩევნები ისეთ შვიდ ტრანზიტებზე ჩატარდა რომ აქ არ იქნებოდა არანაირი ისეთი ესკალაცია ჩანდა. ეხლა ჩვენ არჩევნებზე ეხლა რაც ხდებოდა, ნუ მანდ საკმაოდ რთული ასპექტები იყო და უკვე გასაგები იყო რომ ეს ესე არ იმუშავებდა ხო და ეგრეც აღმოჩნდა. და ეხლაც არის ამდაკვარი, რა მოხდება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ტენდენციას თუ რამე მაგ პერიოდში იქნება, ეს შავი მთვარე არის ილუზიები, ეს არის მტკივილი, ეს არის რაღაც ტრამვული და შეიძლება არც მოხდეს რაღაცა, აი ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთოს, მაგალითად ხელისუფლებამ თუნდაც ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთოს, რატომ გონია რომ ხელისუფლება, იმიტომ რომ აქ მზე არის ჩართული. ხო? ასევე და აქ ახლა ძალაუფლება ვისაც აქვს, ის არის ჩართული და ახლა მე არ მაქვს ძალაუფლება, ხო? ხალხს პირიქით გამოაცალეს კანონით ყველანაირი უფლება საერთოდ, ხო? ძალაზე აღარ არის ლაპარაკი. შესაბამისად, აქ უკვე ტენდენციებით ჩანს რა უნდა იყოს მოსალოდნელი. ახლა ერთი წლის პროგნოზი რო გავაკეთოთ, იქ ტენდენცია უნდა ვნახოთ, რომ ზუსტად დავინახოთ უფრო მეტად როგორ შეიძლება ეს განვითარდეს. და მე უფრო ასტროლოგიას ვიყენებ ხოლმე უფრო პიროვნული განვითარებისთვის, ვიდრე უბრალოდ ტრანზიტების ყურებისთვის, მაგრამ ზოგადად ეხა ფონი როცა გროვდება, ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს ზოგჯერ ვერ გძნობთ ენერგიას. მე მაგალითად ეხლა რაც მუშაობ ფსიქოთერაპიებში, აი ეს ტენდენციას ვიჭერ ტალღას, აი თითქოს ენერგია ჩანს, იგრძნობა და მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს, ხო, რაღაც სიახლეები შეიძლება იყოს, შეიძლება გაჩერება იყოს, საჭირო და ვჩერდები მაგალითად, ხო? და არის ზოგჯერ როცა მაინც შეიძლება რომ ხედავდეთ ამას და გჭირდება უკვე ამის ცოდნა და დაკვირვება, ხო? ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. სულ მოვიწყდება ხოლმე რო გთხოვოთ და ლაიქება ვიდეოს, სულ მოვიწყდება ხოლმე და წარმატებას გისურვებთ და მშვიდად გავატაროთ ეს პერიოდი, ხო, მაქსიმალურად, იმიტომ რომ არ არის ეს ესეთი იშვიათი ტრანზიტია და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორც ერი და ქვეყანა, ისე ინდივიდუალურად, ხო, ჩვენ ოჯახებშიც და აბა ბედნიერად წარმატებები.